მე-18 საუკუნის დასაწყისში გორის მოსახლეობა დაახლოებით 380 კომლს შეადგენდა. საუკუნის ბოლოს შეტარებული აღწერით კი გორში 500-მდე კომლი ცხოვრობდა. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ერეკლე მეორე მერევნიდან მრავალი სომეხი გადმოასახლა სიღნაღში, თბილისსა და გორში, გორის მოსახლეობა კიდევ უფრო გაზრდილა. რაც შეეხება სტატისტიკას, სქესისა და სოციალური სტატუსის შესახებ. 1806 წლის მონაცემებით, გორში სულ 1144 მცხოვრები ირიცხებოდა. აქედან 630 მამრობითი, 514 კი მდედრობითი სქესის იყო. მოსახლეობის მთლიანი შემადგენლობიდან 194 ვაჭარი ყოფილა, 368 ხელოსანი, 33 სახაზინო გლეხი, 302 საბატონო გლეხი და შინაყმა. ამასთან, აღწერაში მოხსენიებულია 274 საეკლესიო და სამონასტრო გლეხიც. გორის მოსახლეობის მკვეთრად ზრდა მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან იწყება. ამ პერიოდში გორში 3500-მდე მცხოვრები ფიქსირდება.